ბათუმის მერია საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ურექსა და ბორჯომში დასასვენებლად სამკურნალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მხოლოდ 55 პირი თანხმლებთან ერთად გაემგზავრება. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. ბენეფიციარებისთვის 2 კვირის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება, სოციალური სერვისი და დასვენება უფასო იქნება. პროექტში წელს ცვლილებებია, მასში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე ასაკის ბენეფიციარს შეუძლია. მსურველებმა ქალაქის მერიაში ჯანმრთელობის დამადასტურებელი ფორმა ასი სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა წარადგინონ. პროექტ წელს ტენდერში გამარჯვებული შპს თოლია განახორციელებს. პროგრამის განსახორციელებლად წელს მერიის ბიუჯეტიდან 58,800 ლარი დაიხარჯება. საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამას მუნიციპალიტეტი უკვე მეორე წელია ახორციელებს. ასაკი აიწია 25 წლამდე და ამიტომ მინდა ვთხოვო შეშემო პირებს, ასევე ცერებრული დამბლის მქონე პირებს აუცილებლად მიმართონ მოქალაქეთა მიღების ერთიან ცენტრს და იქ დაწერონ განცხადება. გარდა ამისა, უნდა წარმოადგინონ ფორმა 100, რომელშიაც მითითებული იქნება დიაგნოზი და სარეკომენდაციო ნაწილში უნდა იყოს მითითებული, რომ ნამდვილად ამ ადამიანებს ესაჭიროებათ კონკრეტულად ან კურორტ ბორჯომში, ან კურორტ ურექსში შესაბამისი სამედიცინო და სოციალური სერვისები.